მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი თამრიკო ჭოხონელიძეა, მომღერალი, რომლის ტკბილი ხმაც და საოცრად ემოციურად შესრულებული ნამღერი შეუძლებელია არ გადმოგედოს და არ დაგატყვეოს. ყოველი ამ ბგერის უკან კი ძალიან დიდი მუსიკალური ისტორია მშობლებიდან და ბებიისგან გადმოცემული, რომელსაც ასევე ღირსეულად აგრძელებენ თამრიკოს შვილები და შვილიშვილები. თამრიკო, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თქვენთან სტუმრობა. მეც და დარწმუნებული ვარ, რომ თავგადასავლის მაყურებელი თქვენი ცხოვრების საინტერესო თავგადასავლებს მოისმენს და მოდით დავიწყოთ ბავშვობიდან, თქვენი ბავშვობა, რომელიც იყო არაჩვეულებრივი ასე ჩემი თვალით დანახული, იმიტომ რომ მახსოვს, როდესაც პირველად ვნახე ფილმი მზიური, თქვენი თაობისთვის წარმომიდგენია ეს როგორი ფილმი იყო, ხო? თანატოლს, როდესაც უყურებ ამ ფილმში, როდესაც უყურებ სცენაზე. მათ შორის უკვე მე ქვედა თაობებისთვისაც, ჩემი თაობისთვისაც იყო რაღაცა ზღაპრული გარემო მართლა. აი, თქვენი აღქმული როგორი იყო ეს ყველაფერი? თქვენი აღქმით როგორი იყო თქვენი ბავშვობა? რას იხსენებთ ხოლმე თქვენი ბავშვობიდან ტკბილად? სხვათა შორის აი მზიურთან დაკავშირებით, რომ წამოჭერი, ასე ვთქვათ, ეს თემა სიგურამდე იყო ჩემი. კი, ვიცი და ამაზეც აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ. მიხარია ძალიან და ყოველთვის ძალიან სიამოვნებდა ხოლმე, როდესაც აი ამბობდნენ იმას, რაც ახლა შენ თქვი, ჩემი თაობისთვის, თითქოს ყველა ჩვენ ვიყავით იქ მონაწილეებიო. ანუ ყველა რაღაცნაირად ისეთი გარემო იყო ფილმის გარეთაც და თვითონ ფილმშიც, რომ აი ყველას გვეგონა რომ ჩვენც მონაწილეობდით, არა ყველა იყო აი ამ რაღაცა ზეიმის თანამონაწილე და აი ეს როგორც ჩანს მე ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი მიღწევა ამ სიგურის, როდესაც მარტო ჩვენ არ ვიყავით დავუშვათ გამორჩეული ბავშვი და ყველა ბედნიერი იყო. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ მაინც იყავით გამორჩეული ბავშვები, იმიტომ რომ მაშინ ყველასთვის ხოლმე მისაწვდომი არ იყო, ხო? დღეს უფრო გახსნილია ყველაფერი და ძალიან ბევრი ბავშვია, ხო, ნიჭიერი, რომელიც ჩანს და ასე შემდეგ. გიპასუხებ ამაზე, იმიტომ რომ აუცილებლად მინდა რომ ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მუსიკალურად კი დაჯილდოვებული, ასე ვთქვათ, ამ ნიჭით, თუმცა ჩვენნაირი ბავშვი ძალიან ბევრი დადიოდა მართლა. და უბრალოდ რაღაცნაირად ალბათ იღბალიც იყო ალბათ ის, რომ რაღაცნაირად აი ჩვენ აღმოვჩდით, თორემ მე მაშინაც კი ვიცოდი, როდის როგორ მღეროდნენ აი ჩემი თანატოლები. თუმცა აი არ მოხვდნენ ამ ანსამბლში. ხვდები რას ვამბობ? ამიტომ აი რაღაცნაირად აი ალბათ ჩვენ საჩუქრად გვერგო, რომ ჩვენ რაღაცნაირად აი აღმოვჩდით. თუმცა მზიურამდე იყო ჩემი ძალიან საინტერესო. ხო, ვიცი რომ იმდენად პატარა იყავით, რომ სკამზე მოგიწიათ სადგომა და სკამამდე სხვაგან ვიყავი, იმიტომ რომ საბავშვო ბაღში, როდესაც დავდიოდი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერ ვიტანდი საბავშვო ბაღს და სულ ფანჯრის რაფაზე აი ესე ვიჯექით და დედა ჩემს მამას პირველ სართულზე იყო ჩვენი ბაღი და აი ესე
მაშინ ლეხანოვზე მე იქ ცხოვრობდი მე და იქვე ახლოს იყო ჩემი სახლი, მაგრამ სულ მე ჩვენებოდა რომ აი დედამ გაიარა, მამამ გაიარა, ამას ყველაზე ადრე მივყავდით, მაგრამ მაინც აი ანუ არ შემეძლო, მე ძალიან სახლის ბავშვი ვიყავი, აი რაღაც და შევრჩი ბოლომდე და იცი როგორ იყო არ ვიცი ხე რამდენად გახსოვს და არ მოგესწრო ეგ ამბავი, მაგრამ აი 10-რისთვის მოდიოდნენ ხოლმე, ცრიდნენ ბავშვებს და მე მეგონა რომ მორიგი 10-რა იყო, იმიტომ რომ მოვიდა 3 თუ 4 ადამიანი. ეს მახსოვს კარგად და დავიმალე მასწავლებლის მაგიდის ქვეშ და იქ დამხვდა ძალიან სასაცილო დიდი ფეხსაცმელები. მასწავლებლისა და ნავებივით იყო, მაგრამ ესე ვიჯექი ჩუმად და თურმე მეძებდნენ და მთელი ამბავი იყო, იმიტომ რომ მასწავლებელს უთქვამს რომ ყავს ერთი ბავშვიო. ის ყავს ერთი ბავშვი რატო? მეორე დღეს იყო პუჩინის ოპერა, ჩერჩესანი ოპერაში იდგმებოდა და იყო ატლანტოვი ძალიან ცნობილი მომღერალი, ჩამოსული საგასტროლოდ და მოკლედ გამოეპარათ, რომ იქ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ბავშვია და არ ყავთ ბავშვი და მოვიდეთ საბავშვო ბავშვი და მოკლედ თურმე მასწავლებელს უთქვამს რომ ყავს ესეთი ბავშვი და იმ ბავშვს ეძებენ და არ არის და ბოლოს მიპოვნეს ესე გამომაძვრინეს მაგის დისქვეშიდან და მithქვეს რომ არაფერი არც რა არის ეხლა ნახე რა კაი სიმღერებს მოისმენ და ეჩემა რომ მომაკითხა უთხრეს რომ თამკვარი ოპერაში კალი გაგიჯდა იმიტომ რომ რაღაც ბავშვი ბაღში დატოვა და ოპერაში და ძეჩემი ყვება რომ შევედი ოპერაშიო თან ყოიჯდაო თან მოცუცქნული იცი რამდენი წლის ვიყავი 4-ის და ეს ამდენი საოპერო მომღერალი მღერის თავის პარტიას და რაღაც მაგრამ ეხლა უკვე ჩემ აღქმას გეტყვის ხო რაღაცა საოცარი სამყარო და პირველად მოვისმინე პრინციპში და 4 წლის ბავშვს ეხლა ოპერაში რო არ წაიყვანდნენ ფაქტია რა და ამიტომ ეს ხმაც ცოტა არაბუნებრივი ჩემთვის ხო რაღაცა სხვანაირი და ხმა ბევრი რამდენიმე მაინც დედა, მამა ესენი და თურმე მეუბნებიან რომ აი ეს იქნება შენი დედა, ეს იქნება მამა და ასე შემდეგ. მეორე დღეს გაიმართა სპექტაკლი. ფაქტობრივად დიდ სცენაზე დავადგი ფეხი და თან ასეთ მომღერლებთან და ნუ იქ რაღაც კურიოზი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მართლა ესეთ რაღაც დამემართა ეს ატლანტოვი ყვება თურმე რომ მე მგონია რომ მე მიკრავენ ტერსონ და გამოვედი და აქ მადლობას უხდი ხალხს და ყველა უყურებს ამასო. რატო? იმიტომ რომ დავინახე ჩემი მეგობარი და მეზობელი ბიჭი, რომელსაც ენა გამოუყავი და ნუ აი მთელი დარბაზი კვდება სიცილით და ნუ მოკლედ მას მერე კარგად ვიქცევი, იმიტომ რომ მითხრეს რომ ესე არ შეიძლებაო და მე უკვე რაღაც 5 წლის ხდებოდი რომ მიმიყვანა დედამ და ჩემ ბაბუამ დედაჩემის მამამ, დედაჩემის მამა ვალიკო კალანდაძე იყო სუხიშვილების პირველი თაობის ერთ-ერთი გამორჩენილი სოლისტი. და ნუ ეს სანაცნობო საახლობლო და ციცილო ცისკიშვილთან მიმიყვანეს და ეს იყო სადღაც მაისი როგორც ჩანს, იმიტომ რომ როგორ იყო იცი დამამთავრებელი, ანუ წლის დამამთავრებელი ეს იყო რა ქვია კონცერტი და გამოვიყვანო თქვა, იმიტომ რომ ღეროდი ძალიან სასაცილო სიმღერას რუსულად სხვათა შორის იყო სიყვარულზე და მე ვერაფრით ვერ გავიგე რატო იცინოდა ხალხი. და ამ დროს იცინოდნენ გესმის, იმიტომ რომ ეხლა ეს პატარა ბავშვი და სწორედ ეს კამი, რომელიც მე ვერ მივწვდი მიკროფონს, მაშინ გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, კამი როგორც საყრდენი და დავდეგი პირველად კამზე. და ესე რაღაცნაირად მოხდა მე რაც ბევრი რამდენიმეჯერ გამამეორებინეს და ვიტირე, იმიტომ რომ თუ არ მოსწონთ რატომ ამღერებენ მეთქი და ნუ მოკლედ მე მითხრეს რომ მოეწონათ და იმიტომ გამღერებენ და აი ასე მოხდა, მაგრამ იცი რა, პარალელურად არსებობდა მზიური. ჩვენ რო ვოკალური წრიდან გავდიოდით ხოლმე კონცერტებზე, პარალელურად ეს მზიური არსებობდა და იცი როგორ მომწონდა ძალიან, მაგრამ ეხლა ფიქრობ რომ რაღაცა ეტყობა უცნაური ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ არ მომდომებია, იცი არასდროს, რომ აი ნეტამეც ვიყო იქ და რატო? იმიტომ რაღაცა ყველას თავისი ადგილი ქონდა. ანუ მე ჩემი ადგილი მიმაშტე რომ იყო ალბათ იქ. იმიტომ რომ ნუ სადაც მღეროდი და ესენი იყვნენ რაღაცა გამორჩეულები და მე მამას თხოვა გურამ ზვანელმა, რომელიც მუსიკალური ხელმძღვანელი იყო პიონერთა სასახლეში, მაშინ რომ გამატანეო რა ერთი კვირით მაინც ეს ბავშვიო, იმიტომ რომ ძალიან მინდაო რომ ეკრანს შემორჩესო და ეს ბავშვებიო გაუკეთებენ აკომპანიმენტს. მე ავტეხე ერთი ამბავი,
არ მინდოდა და დედაც და მამას ვერ მოვშორდებოდი და არა და დედა ვერ მომყვებოდი, იმიტომ რომ თინიკო იყო ახალი დაბადებული და მოკლედ ძალიან პატარა ვიყავ 7 წლისაცაც არ ვიყავ წარმოედგინე ამ ზივრის ბოლოს გამატანეს მამიდას და ეს ერთი კვირა აი რო გითხრა რომ ძალიან ბედნიერი ვიყავ არა იმიტომ რომ სახლში მინდოდა ძალიან მინდოდა სახლში და აი იქ მოხდა ამ ყველაფრის ანუ გადაღება რა დაფიქსირება იქ სხვა შორის საერთო სცენებში თითქმის არ ვარ იმიტომ რომ არ ვიყავი და გოგონებმა 2 თვე გაატარეს გემზე იცით გოგო ჩვენს ოჯახში მარტო მამაჩებს აქვს მუსიკალური სმენა ჩვენთან კი არ არის პირდაპირ საყურელია მერსაი და ნამა ისე დეიდა ჩემი ამბობდა ბაბუა შენი სმენა გამოყვა მე კი რას გეტყვი იცი ქეთი მუსიკალური სმენა ძალიან იშვიათია ყველაზე გვიან შევედი ყველაზე ადრე გამოვედი იმიტომ რომ გახსოვს ამ ფილმიდან როგორი სახასიათო სიმღერები მქონდა ხო ეს სახასიათო ტიპაჟი ვიყავი მაგრამ შიგნით სხვა რამე ხდებოდა გესმის არ ვიყავი ეგეთი ბავშვი აი ეგეთი რაღაცა უნავარი რაღაცა ეგეთი სასაცილო არ ვიყავი ეგეთი თვითონ აი შიგნით ბუნება არ იყო ეგეთი და აი 13 წლის ვიყავი როდესაც მივხვდი რომ ყველაფერი ისე იყო ძალიან პოპულარობა ძალიან დიდი ყველასი ანუ წარმატება ძალიან დიდი ბევრი ტაში რაღაცა ოვაციები ყველაფერი იყო უბრალოდ აი უკვე 13 წლის ასაკში მივხვდი რომ მართალი არ ვარ მივხვდი აი ეს დღემდე მომყვება სხვათა შორის დღემდე და აი დღესაც რეპერტუარს როდესაც ვარჩევ ყველა სიტყვა ჩემთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მართალი რომ მე მათქმევინო სიმართლე მე ჩემი მათქმევინო ამან მივხვდი და მივხვდი რომ იმ ბავშვს იმ რაღაცა სასაცილო ტიპს და რაღაცნაირად კი ურთულეს სიმღერებს მღეროდი ხა ის ტიროლური სიმღერა ესე იოლი სამღერი არ იყო ხო მართალია და ამ სიმღერას ძალიან ბევრი წარმატება ჰქონდა და საზღვარგარეთ განსაკუთრებით მაგრამ აი მივხვდი რომ რაღაცა სიმართლეს ვკარგავდი და თამაშობდი. აი როგორც კი მივხვდი რომ აი თამაში დავიწყე, აი იქ წერტილი უნდა დამესვა და სახლში მოვედი და ვთქვი რომ მე მეტი აღარ ვიმღერებ. და მახსოვს იცი სახლში ძალიან ჯანსაღი რეაქცია. დედა ჩემამ მკითხა რატომ და როგორც კი ავუხსენი რატომ მამა ჩემის რეაქცია ყოჩა. ძალიან კარგი გოგო ხარ მითხრა. ეხლა მივხედოთ სწავლასო მითხრა და აი მართლა ესე იყო. ოღონდ გასტროლებზეც არ დავდიოდი. ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს გამოტოვებული, იმის გამო რომ აი უბრალოდ არ მინდოდა. აი არ მინდოდა სახლიდან გასვლან და ეს გარემო ჩემთვის სახლი, ოჯახის წევრები, მეზობლები, სხვა შორის, იმიტომ რომ ისეთ ეზოში ცხოვრობდი და გავიზარდე აი პლეხანოვზე, რომ ეს ხო რაღაცა ერთი დიდი ეზო, მაგრამ ისეთი შეკრული რომ ერთ ოჯახად ვიყავით და აი ჩემთვის ყველაფერი მენატრებოდა და თუ სადმე მივდიოდი სურნელით სიზმარს ვნახულობდი მაგალითად ეზოს თავის სურნელი ქონდა, ჩემს სადარბაზოს სხვა სურნელი ქონდა და ზოგადად თბილის ხო და იცი როგორი ტანჯვა იყო იქ წასვლა რომ ჩემი გოგონები ხმზირის დღემდე იხსენებენ რომ 19 გოგო ხტოდა ბედნიერებისგან როდესაც გასტროლი ცხადდებოდა და ერთ სადღაც ვეძებდით რომ სადღაცა იყო და ტიროდაო იმიტომ რომ არ მინდოდა და არ დავდიოდი ეხლა ხვდები რომ ღალატობდი რა თქმა უნდა ხა რეპერტუარს ხო ვერ შეცვლიდა ვერავინ ხო ჩვენი ადგილი გქონდა ყველას და ერთხელ ისეთ საშინელება მაქვს გაკეთებული რომ დღემდე მწვენია მის თქმა დავასველე მაისური იმიტომ რომ მითხრეს რომ უკვე დიდი გოგო ხარო და შეიძლება 12 წლისას მეუბნებიან რომ დიდი გოგო ხარ და ახლა აღარ უნდა უღალატო ყოველგვარი ახლა როგორც კი გასწავლი გამოცხადდება შენ აუცილებლად უნდა წახვიდე და მაისური დავასველე და ორ პირქარში დავდეგი რომ იქნებ გამწვიდე მაგრამ 26-ზე ვიცი რა ვიდა მაგრამ ხო იმდენად არ მინდოდა როგორც ჩანს წასვლა რომ მაინც სხვა რაღაც დამემართა ანუ გავიღიზიანე თვალი და ოპერაცია დამჭირდა და ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ გასასამართლებელი საბუთი მქონდა რომ მე რა შუაში ვარ ეს დამემართა მიუხედავად იმისა რომ მეთქინა დაუშვათ იქ რაღაც მაგრამ ძალიან სახლი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის აი ეს იცი ალბათ ჯანსაღი რო იყო ეს გარემო და სიყვარულით სავსე რო იყო. ხო და აუცილებლად მინდა რომ გკითხოთ ქალბატონი ლიზიკო, ბატონი კუკური და ბებია რაც მთავარია.
აი როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან და მე ძალიან ღრმა ბავშვობაში გავიცანი, გაგიცანით თქვენ მთელი ოჯახი კვერეთში და მე მგონი მას მერე ქალბატონ ლიზიკო ესე ახლოს აღარც მინახავს, მაგრამ ბავშვური ჩემი ეს მოგონება დღემდე ისე მახსენდება ტკბილად. ხო, იცი რა, აი ალბათ იმის გაგრძელებაა, რასაც ვაპარაკობდი, დაკიდან გამომდინარე ხდებოდა ის, რომ სულ იქ მინდოდა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გარემო იყო ჩემს სახლში, აი ამას მთელი სიამაყით ვამბობ, იმიტომ რომ ეს იყო აი სიყვარულით სავსე გარემო, ჯერ დედას და მამასაც აუცრად უყვარდათ ერთმანეთი, იმიტომ რომ დედა იყო მე-9 კლასში, მამა მე-10-ში, აი აქედან რო უყვარდათ ერთმანეთი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და მერეც იცი, აი ყოველთვის გვაჩვენებდა მამა რამდენად ძვირფასია მისთვის დედა და ეხლა ჩვენთვის დედა რა იყო გასაგებია ჩემის სიმღერაც და აი დედა ჩემის აი სითბო ეს ენერგეტიკა ხო დღემდე მაძლიერებს და მე ვიძახი რომ თუ მე რაღაცა ადამიანური და ძალიან კარგი დავუშვათ მაქვს ადამიანური სწორედ ხო თბილი ქალური თუნდაც ეს ყველაფერი ძალიან დიდი დამსახურება ამ ყველაფერში დედა ჩემის მაგრამ ცოტა მძაფრი ხასიათიც ხომ აქვს სამწუხაროდ ესეც მოხდა ცხოვრება ესე წავიდა რომ ესეც გამიცნო ხალხმა და იქ ძალიან მამაჩემი ვარ ძალიან და რაც შეეხება ბებია მამაჩემის დედა სხვათა შორის მამაჩემის დედა სადაც ერთად ცხოვრობდით ჩვენ და ძალიან ლამაზი ხმა ქონდა ამბობენ და ერთხელ წამოწდა მარტო რომ კიო მე სკოლაშიო ოროველას მამღერებდნენ. ოროველა ეს ისეთი რთული ნიმუშია თავისთავად, რომ მე მას კარგად თუ არ მღერი ოროველას არავინ გამღერებს სკოლაში, მაგრამ სკოლაში და ეხლა რატო არ მღერი მეთქი და ბაბუა იყო გარდაცვლილი და არ იმის მერე ხმა არ მოუღე. ანუ მე ერთხელ მოვისმინე ბებია ჩემის ნამღერი, უბრალოდ ეს რაღაცა წაიმღერა. იცოდა ფანტასტიურად ოპერა, მაგრამ ყველაზე კარგად იცოდა ფეხბურთი, მინდა გითხრა, ბებია ამ წარმოიდგინე, აი იმდენად კარგად, რომ აი სოფლიო ფეხბურთზეა ლაპარაკი, მარტო ქართულზე არა, იქამდე რომ ისეთი მოყვარული იყო, რომ მაგალითად პელე ყავს ნანახი სპეციალურად მოსკოვში გადაბრინდა. აი ისეთ დეტალებს მეტყოდა ხოლმე ხანდახან, აი ოპერიდან რაღაც დავუშვათ რაღაცა, ან იგივე თუნდაც სიუჟეტზე და ან თუნდაც მუსიკა და აი ერთხელ წაიმღერა რაღაცა და მივხვდი რომ ძალიან კაისმენა ქონდა. და მეორე ბებია სამწუხაროდ არ ვიცნობდი, ძალიან დიდი ხანი ეს საშინელი ისტორია იყო, ძალიან მტკივნეული, თუმცა ყველაფერი ვიცოდი როგორც ლეგენდა, მოყოლილი ამბავი, უბრალოდ როგორ მღეროდა, როგორ ცეკვავდა და რა ლამაზი იყო, ეს ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ იყო გარდაცვლილი, ასე მეგონა მე და აღმოჩნდა რომ ცოცხალია და 14 წლის ვიყავ და ბებია გავიცანი. ისინი გაშორდნენ ერთმანეთს ბებია და ბაბუა და ეს ქალბატონ ლიზიკოს მშობლებზე. დედა ჩემის დედა ხო. დედა ჩემი დედის გარშე გაიზარდა და ქართულმა ოჯახმა გაზარდა. ბებია არ იყო ქართველი კი. ბებია იყო მომღერალი. გესმის და მისი ნამღერი არ ვიცი. ვეძებ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მეუბნება რომ აი თქვენი თხოვნით მეგობრებო იყო ესეთი რადიოში, ძალიან ხშირად ითხოვდნენო მის ნამღერსო. გესმის წარმოგიდგენია რომ არ ვიცი როგორ მღეროდა და უბრალოდ აი 14 წლის ვიყავი, როდესაც მოკლედ მთელი ამბები და გავიარეთ ეს ვისა და მოშთა რომ ცოცხალია და ვიცი რომ თბილისში ცხოვრობს. არ იყო ბედნიერი ქალი რა თქმა უნდა, ერთადერთი შვილი რომელიც მასთან არ იზრდებოდა. მოხდა ეს ყველაფერი ხდება და ამ ისტორიის გარჩევას ახლა აზრი არ აქვს რა თქმა უნდა და არც ვაპირებ არასდროს. ყველას ჩვენ ჯვარი გვაქვს ხო და მოკლედ ისე მოხდა რომ მითხრეს რომ აი ახლა შეროზიას ქუჩაზეო, მაშინ შეროზიას ქუჩა იყო ჩემი სახლის პირდაპირ მხარეს და იდგებაო ბებია შენიო ესეთი რაღაცა ჭადრაკისებური ჩანთა ეჭირება ხო სათვალეო და რა იყო იცი უბრალოდ რაღაცნაირად ერიდებოდნენ ამ ქართულ ოჯახს დედა ჩემის მამის ოჯახს რომ ურთიერთობა არ უნდათ რომ აღმდგარიყო მოკლედ ესე ხდებოდა რაღაცნაირად ტკივნეული ისტორიაა ძალიან და მაგრამ მაინც აღდგა ეს ურთიერთობა და მამაჩემის წყალობით სხვათა შორის აი მამაჩემმა თხოვა დედა ჩემს რომ აი მან უკვე ძალიან ბევრი რამ გაიარა ძალიან ცოდოა უკვე და მიიღე და მივდივარ მახსოვს და ხედავ რომ დგას აი ჩამოთელილი ახალგაზრდა ძალიან თან და მე უკვე
15 წლის ვხდები და ფიქრობ ეს ქალი რანაირად უნდა იყოს ახლა სტატუსით ბებია იმიტომ რომ თან 15 წლის გოგოს ბებია როგორ შეიძლება რომ იყოს მაგრამ იცი აი გავუსწორდი მახსოვს და აი რომ გავლა დავაპირე და დამიჭირა ესე მანჯაზე და რომ მახსოვს როგორ მეფერებოდა მკოცნიდა და თან ტიროდა მე აღდგა ეს ურთიერთობა ისე რომ ძალიან ცოტა ხნით ოღონდ და წავედი სახში მასთან პირველად და გადატენილი ჩემი ფოტოებით და თან მეუბნებოდა რომ ნახე როგორ მგავხარო და ამ დროს ისეთი ლამაზი იყო რომ ყველაზე არ იყო ფოტოგენური და აი ყველაზე ნაკლები სადაც იყო იქ გავდი მართლა ხო და თვითონ თავისი ეს თავშალით და მე სიმეონოვნას რო ვღეროდი თუ გახსოვს ეს ფოტოები ესე გვერდი ედო და მე ეს წლებიაო მაცოცხლებსო მითხრა და თურმე რასაკეთებდა აი პიონერთა სასახლეში მე რო კონცერტები მქონდა ყველა კონცერტს ესწრებოდა და მე არ ვიცოდი რომ იქ ბებია იჯდა წარმოგიდგენია და მე თხოვდა თურმე იმიტომ რომ ყველას იცნობდა იქ და ნუ მომეცით ფოტო და ის სტენდზე რო გაკეთებ фото იყო ის ჩამოიღებდა თურმე და სახში მიქონდა და ცოტა ხნით რატო აქვთ ურთიერთობა გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი აი არც კი ვიყავი 16 ჯერ როდესაც გარდაიცვალა ერთ წელიწადში მაგრამ აი რაღაცა ერთი რომანი დაიწერება ამ ყველაფერზე უბრალოდ მამაჩემ ნუ აი საოცრად მართლა ძალიან მას ქნა იცი რაღაცა იძალა რომ ეხა დედაჩემს უთხრა რომ რაც მთელი ცხოვრება ამ ქალს არ მოსწრებიაო დაჯექი ჭირის უფალშიო და თამრიკო დიდი გოგოა უკვე და დაიჯინე გვერდზეო და მამაჩემი რომელიც ეგეთ რაღაცებს ვერ იტანდა ნუ აი ძალიან ერიდებოდა საკუთარი მამის ანუ სამძიმარზეც ეს თუ დადიოდა იქით-აქით მაგრამ აქ იდგა ესე აი როგორც ჭირის უფალი და ხალხი რომ შემოდიოდა მისი ნაცნობები და ახლობლები და მეგობრები ზოგი ცუდად ხდებოდა იმიტომ რომ აი მარტო გარდაცვალების შემდეგ მოუწია ეს ყველა ეს რა თქმა უნდა მის აპლაუზზე ჩვეულებრივ ვუვლით დავდივართ ყველაფერი მაგრამ გული მწყდება რომ სულ ერთი წელიწადი ვიცნობდი ბებიას ფაქტობრივად თუმცა მე ხვეწებოდა რომ ქართული არ იცოდა კარგად არ ნუ ესმოდა ყველაფერი მაგრამ არ ლაპარაკობდა და სულ მე ხვეწებოდა რომ ბებია დამიძახე და მე ვეუბნებოდი რომ მე თქვენ არ გიცნობთ კარგად ძალიან ისტორია ძალიან სერდია აი უბრალოდ ერთი რაც მინდა ეს რომ აი რაც იქნება და არქივში იყოს მისი ჩანაწერი და მეუბნებიან რომ მის სანახავად და მოსასმენად მივდიოდით დარბაზებში აი ესეთი ისტორია ქონდა და ქონდა ყველას ხო мама იყო აი სულ ვამბობ რომ რაღაცა ისეთ იმდენი წახნაგი ქონდა ამ კაცს მე და მამა შორის იყო 24 წელი ხოობა და ხა 24 წლის ბიჭია რა ფაქტობრივად რა არის ძალიან ახალგაზრდა და ჩვენ ვიყავით ძალიან მეგობრები თუმცა ძალიან დისტანციური იყო აი ძალიან ესეთი აი მოფერება არ იცოდა მაგალითად იქ რაღაც მაგრამ ისეთი ენერგეტიკა ქონდა რომ აი არ შეიძლებოდა რომ ეს ადამიანი არ ყოლოდა აიცი როგორც სწორება რა მე დღემდე მაგ აი უკვე 20 წელი არ არის და დღემდე თუ დამიჯერებ სწორება მაგა ეს როგორ მოეწონებოდა აი ამას როგორ გააკეთებდა ამაზე რა სიტყვა მე ხა ვიცი სად იდგებოდა მამა ჩემი ზუსტად ვიცი იმიტომ ძალიან სამართლიანი კაცი იყო ძალიან და ამ ყველაფერს რაც ახლა დღეს ხდება მამა ჩემი ამას ვერ აიტანდა თუმცა იყო ფანტასტიკური იუმორი ქონდა ოღონდ ძალიან ფარული და ჯმუხე შესახედაობი იყო ნუ ახლა ვიღაცისთვის იმიტომ რომ ესეთი ბილი შესახედაობა არ ქონდა და იმდენად უყვარდა დედაჩემი და მართლა დედაჩემი მართლა ლამაზი იყო ყოველთვის და დღესაც ლამაზია არა მარტო იმიტომ რომ დედაჩემია ობიექტურად და ესე გადმოხედავდა ხოლმე ოღონდ თუ ოდნავ ნასვამი იყო აი ოდნავ ხე იშვიათად ხდებოდა მაგრამ ესე თუ გადმოხედავდა ის და იმს გავსენ ესენი კაცო დედა თქვენი რას გერჩოდათ ვერ გავიგე არა ნუ ნახევრად ხუმრობით ერთხელ მივიყვანეს არკესტრთან მე თქვენ მობძანდი აქ მეთქი რა იყო და მე ვთხარი რომ მოიყვანეს თეთრი ფიტკინა ქალი მეთქი ვთხარი შენ თავს შეხედე რა ვქნათ ეხა მე ვთხარი ესეთი ნაჯვარი გამოვედით არა მე იწყებოდა ხოლმე ამაზე დიდი ამბავი მამა მე რო გავიგო რომ ვინმე გაწყენინა და მე უკვე მიდიოდა ის რომ მოხდება და ძალიან საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა როგორც პროფესიონალთან, იმიტომ რომ მე ბედნიერება მოხდა წილად, რომ ერთი პროფესიის აღმოუჩდით. ხო, რა გინდაო კი მკითხა, რა გინდა ეს ფოლკლორისტობაო და
ვთხარი მომწამლეთ ბავშვობიდან, იმიტომ რომ დავდიოდით ექსპედიციებში ერთად და აი თუ რამე შეიძლება რომ მართლა აი ქართული მიწის მადლი და ქართველი კაცის აი რაღაცა ეს მადლიც და ეშხიც და ღირებულებები ძალიან ბევრია ქართულ კაცთან დაკავშირებით. მამა ჩემისგან მაქვს ეს ყველაფერი, რომ მე ასე აი ფანატიურად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქართველი ხალხი, აი ფანატიზმამდე მიყვარს და პროფესიული თვალსაზრისით იყო აი როგორი საინტერესო იცი. თუ რამ წამიკითხავს, თუ რამ გამიკეთებია, აი ესეთი ნაბიჯი გადამიდგავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურება იყო, იმიტომ რომ ისეთ რთულ თემას, ისე ზღაპარივიც, აი რაღაცა შემოაცურებდა ხოლმე ხო საიმაზე არენაზე რო იტყვიან სასაუბროზე და იტყოდა ხოლმე რომ დანარჩენი შენ და მე მითხარი შენი აზრი ძალიან ბევრი რამ აი ესე მაქვს წაკითხული მხატვრული ლიტერატურაც ყველა ინტერვიუ რაც კი მქონია მის გარდაცვალებამდე პირველი აი გამოვდიოდი თორე და ზარი და შეფასება იცი რა ცოტა წყალი იყო ცოტა ბოდიალიც იყო. აი ესეთ შეფასება ქონდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მივიდოდა იქამდე რომ არა, ცუდი არის. მაინტერესებს რამდენად კრიტიკული იყო აი თქვენი შემოქმედების მიმართ. როგორ აფასებდა? მე გეტყვი ერთს. ზიურის პერიოდია და აი ვერ იტანდა, როდესაც ხალხი შემომგვესეოდა ხოლმე და ნუ ყველასთან ცალკე, მაგრამ ნუ ხან მამასთან ერთად რო ვიყავი და დედასთან აი ვერ იტანდა. ამასთან ცირკია ეტყოდა ესე და მერე სახში მიდიოდა მუშაობა. მიკროფონოვნას მეძახდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი დადისო ბევრად კარგი ხმითო, ბევრად კარგი მონაცემებითო. უამრავი მოჭადრაკიაო, რომელიც გადასარევად აზროვნებსო და თავისთვის აკეთებენ საქმესო. მათემატიკის ნიჭი რამდენ საქმე რა ითქვენო მიკროფონი დაიჭირეთ ხელშიო და ამით გახდით პოპულარულებიო და ანუ ამან ეს რა თქმა უნდა ამაში ჩადებული იყო ძალიან სერიოზული რამ, რომ ჩვენ რაღაცა ხიბლში არ ჩავარდნილიყავი და აი ისეთი მადლიერი ვარ, იცი, იმიტომ რომ დღემდე გვაქვს სხვათა შორის სამივეს სოფიკოსაც და თინიკოსაც საკუთარი თავის შორიდან შეხედვის უნარი და ძიება, რაც თავარია, რომ აი არ გაჩერდე რა, სულ უნდა ეძებდე. ნანა ნახა ფილმი და პრემიერაზე ვიყავით და კარგი იყო ესე გააკეთა და ნუ ეს კარგი იყო კარგი ჩემთვის აი როგორი შეფასება იცი იმიტომ რომ მე სულ ნატრული ვიყავი მას რაღაცა კარგი ეთქო ძალიან საინტერესო კაცი იყო ძალიან ბევრი ისეთი რამ მქონდა რომელიც დღეს აი ასეთი კაცები როგორი საჭიროა დღევანდელ არ ვიცი რა სიზამდა რას გააკეთებდა მაგრამ მე ვიცი რომ იქით გებოდა სადაც ღირსეული ადამიანები უნდა იდგნენ და დგანან კიდეც. თამრიკო, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ანუ განიხილებოდა, ვთქვათ, რამე სხვა პროფესია თუ აი სალსახად კონსერვატორია. მე ფარულად მინდოდა, ოღონდ ძალიან მინდოდა და დღემდე მაქვს ეს შერჩენილი ის რომ არ ვარ პროფესიის, გიждდებოდი, ესე მეყვარდა ექიმობა, მინდოდა ექიმობა. აი ვერ გეტყვი როგორ და ფიქრობ რომ ცუდი ექიმი არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ
ახლაც მაგ ალღოს ხოთა შორის და ეხლა დაინტერესება უნდა ნახო შენ თუ სადმე ექიმის ოჯახში შეღმოშდი წიგნი მაგ უცილებლად ნებისმიერი დაავადება რომელიც გამიგია მაგრამ ან მე მქონია დაუშვათ ან ოჯახის წევრს ან ახლობას აუცილებლად უნდა თეორიულად მენახა ის როგორია ძალიან დიდი დაინტერესება იყო მაგრამ ძალიან სუსტი ვიყავი ტექნიკურ საკითხებში არ სწავლობდი რა თან მუსიკალურ აწრილში ვსწავლობდი და რაღაცნაირად აი თავისთავად მოხდა ის რომ უბრალოდ ერთი რაც ძალიან ეხო ფიქრობ ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით რომ საფორტეპიანო განყოფილებაზე ვსწავლობდი და შეწარმოა ჩავაბარე მე საფორტეპიანოზე მაგრამ მე ვიგრძენი ის რომ ჩემი როგორ გითხრა აი ნუ დამოკიდებულება მაინც არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო ნამდვილი სასცენო პიანისტისთვის მე გულისხმობ შემსრულებელს და მარიამი არ მპატიობს დღემდე რომ მე არ ვარ შემსრულებელი ანუ არ ვუკრავ და ასე შემდეგ სცენაზე იმიტომ რომ კი შემეძლო მაგრამ ვერ გეტყვი რომ ზარმაცი ძალიან ზარმაცი ვიყავი მაგრამ მაინც არ ვაკეთებდი რა აი ისე არ მეცადინეობდი როგორც ჩანს ის რომ აი მე რაღაცა დიდი პროგრამა გამეკეთებინა და ძალიან განვითარებულიყავი თუმცა ძალიან კარგი ქულებით ჩავაბარე კონცერტებში და მაინც გადამიბირა მოსწოდნეობამ იმიტომ რომ იქ უკვე ფოლკლორი იყო და ძალიან მაინტერესებდა და არ სხვათა შორის არ ვნანობ ნამდვილად და ცალსახად კონსერვატორიაში რა თქმა უნდა მუსიკის მხარეს უნდა წავსულიყავი მაგაზე აღარც იყო უკვე ლაპარაკი მომერიდა კიდეც მე თქვა რომ სამედიცინოზე მინდოდა მინდორთა მომშენებელო არტო გაშლიო ველადა სადმური ერთი ისეთი უცნაური რაღაცა იყო, იცი, მე რომ ესეც მამაჩემთან დაკავშირებული კათედრის გამგე იყო ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე ხო? და მე ჩუმად დავწერე განცხადება, იმიტომ რომ განშტოება მე მეორე კურსიდან მიდიოდა და არა მშობლებს არ კათედრაზე არაო. მშობლებს არ უყვართ, მეც იგივე დღეში ვიყავი. ვიდებოდა თუ არ ვიცი რა იყო ეხა ხო და თეორიის კათედრაზე წადიოდა იქ მე ფოლკლორში გააკეთეო თემა, მაგრამ მოკლედ მაინც ჩუმად დავწერე და ამაზე ცოტა გამიბრას და და რო დავამთავრე, ნუ მახსოვს რა, იქაც რომ შემაქო სხვათა შორის დიპლომზე დედაჩემს უთხრა რომ არ ყოფილა ესეთი უტვინო. აი ხო ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნუ მოკლედ ესე მოხდა მე გრიგოლ ჩიკვაძის სტუდენტი ვიყავი, რამაზ ჩიკვაძის მამის. და ბოლო კურსზე ვიყავი, როცა გარდაიცვალა ბატონი გრიგოლი, მისი ბოლო სტუდენტი ვარ და რაღაცა დავრჩი აი ესე რა და ბოლოს ნუ დედაჩემს უთქვამს რომ ცოდოა რაღაც მიხედევ რაღაცა წერსო და თვითონ არ იცის ის ანუ სწორად აკეთებს თუ არა და ეს იყო აი ჩემთვის უდიდესი ზეიმი, როდესაც ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და როდესაც დამიჯდა და რაღაცა ისეთი საინტერესო თვალებით მისმენდა და მე მითხრა რომ რას ენდეო ანუ რა მასალაზე დაყრდნობით და მე ვთხარი არ ვენდე მეთქი იმ გაშიფრულ მასალას არ ვამბობ ეხლა ერქომაიშვილების ნამღერზეა ლაპარაკი და არ ვენდე მეთქი იმ ნამღერს თქო ესე გაშიფრულ მასალას მეთქი სხვისი გაშიფრული იყო და საკუთარ თავს ვენდე მეთქი თუ ყურსო და მე ვთხარი ხო საკუთარ ყურს მეთქი და მაშინ მეც გენდობიო მითხრა ამ მომასმენინეო ანუ მოვასმენინე და ვაჩვენე რა მქონდა გაშიფრული და რაზე დაყრდნობით მქონდა დიპლომი მე გაკეთებული და აი როგორ მახსოვს იცი აი საოცარი მისი თვალები და აი არ იცოდა ხო გეუბნები მოფერება და არაფერზე ჩამეხუტა და მივხვდი რომ რაღაცა გამიკეთები და მაშინ თქვა რომ არ ყოფილა უტვინო და მე მომცეს რეკომენდაცია მოსკოვის კონსერვატორიაში მაშინ იყო რა ქვია ის უმაღლეს იმას ასპირანტურა ხო და თქვა ეს არა წამსვლილიო გამორიცხულია მაშინ უკვე ოჯახს ვქმნიდი და მოკლედ მარიამი დაიბადა და 1 წლის შემდეგ დაიბადა კოკო
და მე პრორექტორმა მითხრა რომ მამაშენს არ ვეკითხები, მე კონსერვატორიაში კათედრაზე უნდა დაგტოვო. და ვიმუშავე ცოტა ხანს. მე დამიჯინა და მითხრა რომ შენ იმდენად დედა ხარ რომ თავიდან ბოლომდე რა იქ ბავშვი ტიროდესო და შენი წერდეო შენ მაგას ვერ გააკეთებო მითხრა და დაუთმეო რა სხვასო ადგილიო მითხრა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის აი ვისთვის იყო გადაგებული და ეს იყო ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ნუ ვის სიგულისთვისაც მე არ ვიცი რაები გაუკეთებია და რას გააკეთებდა დღემდე და რა თქმა უნდა დავთანხმდი და წამოვედი კათედრიდან იმიტომ რომ მაინც ფიქრობ რომ ჩემი თავარი მისია მაინც ის არის რასაც კოკო და მარია რა თქმა უნდა ხალისეში მოვა მაგრამ როდი სიყვარული სიცოცხლეში მარიამი და კოკო არ იქნებოდნენ რომ არ ყოფილიყო გია, რომელსაც ასევე ღმა ბავშვობიდან ვიცნობ და მიყვარს და მინდა რომ გაიხსენო თქვენი როგორ გაიცანეთ ერთმანეთი, როგორ მოხდა თქვენი გაცნობა და როგორც ვიცი, ბატონი კუკური იყო მსახიობი სიზის წინააღმდეგი. მოვიდა ერთ დღეს, იყო აი ოდნავ ესე შეზარხოშებული თუ შეიძლება ითქვას და თქვა რატომღაც რომ იცი როგორ ეს თვისება ქონდა რომ შემოვიდო და მაშერთი პატარა მრავალჟამიერი და უნდა გვემღერა და რომ დაინახეს სოფიკომ და თინიკომ რომ მამა მოვიდა გავარდნენ მეორე ოთახში და ფარდა ირხეოდა და გამოგზავნდნენ ისინი გამოაცხადა და დავსხედით ესე ვსხედა ვისაც გინდათ გაყევითო ოდ სახიობის ის არ გამაგონოთ მარტო არ ვიცი რა იყო ეს რა ჩემება ქონდა და ეს გააკეთა მე ვეჯექი მარჯვნივ ეს მახსოვს ეს აი ამაზე არ მაქვს ლაპარაკი ჩემზე ამბობს ეს არის ჭკვიანიო ეს უბრალოდ არ გაყვება ცოლათო მე გავაკეთე ეს ნაბიჯი გადავდგი და მოვიყოლე ორივე სიძე მსახიობის სხვათა შორის მე არ იმსახიობეს მაგრამ ორივე სიძე აი ესეთი ირონია მისთვის ბედის მაგრამ ძალიან უყვარდა სხვათა შორის სამივე Lindísima amor, será siempre mía la matuya soledad. როგორ გაიცანით თქვენ და გიამ? მე და გიამ იყო ასეთი გადაცემა შემეცნებით გასართობი პროგრამა ახალგაზრდობისათვის, სადაც მე სტუდენტი ვიყავი და მანდეს იყო ესეთი რეჟისორი ლია დავლიანი, რომელმაც მიმიწვია რომ მინდა რომ შენ წაიყვანო მუსიკალური რუბრიკა. გიას მიყავდა ეს გადაცემა. და აი მოხდა რაღაცა უცნაურად, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიყავით, კარგი ურთიერთობა გქონდა, მაგრამ საერთოდ ვერც ვიფიქრებდი, იმიტომ რომ ჩვენ ტოლები ვართ და რაღაცა არ მიფიქრია და მე ჩემს ძალიან ახლობელ ოჯახს ყავდა შვილი, რომელმაც პატარა ბიჭმა მოინდომა რომ გამაცანი გიაო. ხოთ მე გიას უთხარი რომ მეთქი წამომყევი მეთქი დაბადების დღე აქ თქო და გიო მithla წამომყვა და რომ რაღაცა ვიყავით და ძალიან ეფერამბის და მოკლედ რაღაცა დავინახე რომ რაღაცა სხვანაირია და რომ მოვდიოდით უკვე იქიდან ეს ტაქსით მახსოვს რა და ალბათო თამარ როდის შეიძლება თქვენ კიდე გიხილავთო მithla და მე ისე ძალიან კაცრად უთხარი რომ არ ვიცი მეთქი მეთქი გადაცემაზე ალბათ თქო რაღაცნაირად უთხარი და არ ვიცი აი რა ძალა მათქმევინა მე უთხარი არა ისე სხვა შორის ვისაც ჩემი ნახვა მინდა მეთქი ორშაბათს პარასკევს კონსერვატორიაში ვარ მეთქი და მე დასახლდა მინდა გითხრა იქ და მე მამა ჩემმა ისე ხუმრობით იკითხა კაცო ის ბიჭიო რომ მიყავსო შენი გადაცემა ლაღიძის წყლებში ხო ასე გავიცანით და ერთი წლის მერე დავოჯახდით კოკო და მარიამი მართლა თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანები.
ჩემთვის მარიამიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან ძვირფასი კოკო, თავისი არაჩვეულებრივი ოჯახებით და სულ პატარა ოჯახის წევრი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეგეძინათ და არის არაჩვეულებრივი პატარა გოგო. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ჩემ არაფერი რომ არ გამეკეთებინა მეთქი, ვიძახდი რომ ალბათ ამათთვის ღირდა მოსვლა ქვეყნად, რომ რაღაცნაირად მინდოდა და ვფიქრობ, რომ ღირსეული ადამიანები არიან და ეს არის მთავარი. კი, და ნიჭიერები არიან. მარიამი გაყვა თქვენ გზას, კოკო ნაწილობრივ. კოკო ნაწილობრივ ხო? ფანტასტიკურად ყვერის. კოკო ხელოვანი არის და ნიჭიერი ადამიანია და თან რაც თავარია, ორივე არიან არაჩვეულებრივი ადამიანები. აი ეს არის ყველაზე კოკოს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე მარიამს და ნუ მართლა განსაკუთრებულად ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ როდესაც მე მათ სპექტაკლებზე მივდივარ და უშოთ მათ ნამუშევარს ვუყურებ, ყველა მეუბნება, რომ აი ესეთები რო არის. ანუ ჯერ მათ ადამიანობას, კოლეგიალობას, მეგობრობას ამას აღმინიშნავენ და ეს ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით და აი ამ გადაცემით და შენ ძალიან დიდი მადლობა გითხრა რატომ? და როდესაც კოკო მოვიდა პირველად როგორც ასე ვთქვათ, წამყვანის როლში, მისთვის ძალიან უჩვეულო იყო და აი ჩვენ ტელემაყურებელს ვეტყვი რომ თათია იყო ის ადამიანი ვინც საოცარი რაღაცა სიმყარით დაუდგა გვერდში და მისა რაღაცნაირად ეს გასაქანი რომ კოკოს მიიღო პრაქტიკა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ ეხა იხსენებს როგორ ეშინოდა და როგორ ხო თუმცა კოკო ძალიან ნიჭიერი ადამიანია და რა ვიცი თუ რამით მართლა დავეხმარე მიხარია ნამდვილად ძალიან პოპულარული იყავით თამრიკო და ხართ და წარმატებული კარიერა გქონდათ ეხა უბრალოდ არ გვემღერება არავის და არ გვეცეკვება ისეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში აი ასეთივე წარმატებული და მზრუნველი დედა იყავით კოკოსთვის და მარიამისთვის კიდევ უარესი ხო იმიტომ რომ კიდევ ამბობ რა ყველაფერი გვერდზე პერიოდში მაინც ყველაფერი გვერდზე გადავდე იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს ბავშვები მარტო ხო გაზარდო უნდა აღზარდო ხო და პიროვნებები ჩემთვის ძალიან პატარა ასაკიდან ერთიც და მეორეც პიროვნება იყო აბსოლუტურად განსხვავებულები თან ერთ დღეს დაბადებულები ერთი წლის სხვაობით მე საერთოდ თავიდან მეგონა რომ იყვნენ ტყუპები და მე აღმოვაჩინე რომ ეს იყო ერთი წლის სხვაობით დაბადებული ორი ერთი და იგივე დღეს კი ბატონო ერთი და იგივე დღეს ერთი და იგივე დროს 5 საათს და მოკლედ უცნაური დამთხევა იყო ნამდვილად და იცი რა აი ერთიც და მეორეც არა მარტო სქესის განსხვავებულობის გამო არამედ აი გრძნობდი აი მარიამი აბსოლუტურად განსხვავებული კოკოს სრულიად სხვა კოკოს თავის სამყარო ქონდა და მე აი ძალიან ხშირად მithქვამს ის რომ თავიდანვე რაღაცნაირად ვცდილობდი რომ თავის თავში მოეძებნა რაინდი მამაკაცი ანუ და მახსოვს რომ მეუბნებოდი ხოლმე რომ კოკო იცი რა მძიმეა და დამეხმარა და ანუ 3-4 წლის კოკო იქით მეკიდებოდა კიდე ჩანთაზე და მძიმე იყო მაგრამ მადლობას რომ ვხდიდი რომ რა ბედნიერი ვარ რომ შენ მყავ ხარ იმიტომ რომ შენ მე ხარ როგორ დამეხმარე მარიამი აბსოლუტურად განსხვავებული ის რაღაცა შემოქმედებითი თვალსაზრისით ხო აი მომყვებოდა ძალიან კარგად და ეს კოკო შორიდან უყურებდა ხოლმე ამ ყველაფერს და თურმე იმდენი რამე ამ შორიდან რა აქვს აღებული და საბავშვო ბაღშიც ერთად დადიოდნენ და აი ეს წაშეგვარცხვინა მთელი ოჯახი წავედით გამოვეწყვეთ და ზეიმზე მივედით და ნუ მარიამი ყველაფერს აკეთებს და მონტაჟია ჩართული და ბღერის ცეკვავს არის ერთ ამბავში და კოკოს ვეძებთ არ არის კოკო სად არის კოკო კუთხეში დგას ვაიმე ესე იგი პარტნიორიც გააწბილა იმიტომ რომ არც იცეკვა არც იმღერ არც ლექსი თქვა არაფერი არ გააკეთა მე არ მაწბილებდა კოკო ეს შენ არ გაწბილებ მე სხვანაირი გახდა ხო მაგრამ ძალიან მორიდებული იმდენად რომ მე მითხრა თეატრალურში ვაბარებ მართლა ძალიან დიდი შოკი მქონდა პირდაპირ და მე რეცი დამიჯდა და მითხრა ძალიან აი ძალიან ბრძნულად მითხრა რა ქონდა ნაფიქრი მე მინდა რეჟისურაო მითხრა და ჯერ მსახიობობა უნდა ვისწავლო
ჯერ ამას უნდა დავეუფლო, მითხრა და ამიტომ ვაბარებ სამსახიობოზეო და მე ვნახავ შენ რომ მე რეჟისორი გავხდები. მე ვფიქრობ რომ აი ეხლა სულ ძიებაშია და ძალიან საინტერესო რეჟისორია. როგორც მეუბნებიან. ძალიან. ნუ მარიამის წარმატებები იცით და რა ვიცი ვფიქრობ რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული მაინც არის ის რომ ისინი არიან ღირსეულები აი ეს აი უკვე როდესაც მეორე შორი მარიამის ხოთი შორის სულ ესე სურპრიზებში მომყოფებს და ძალიან მალე გადაწყვიტა ეს დაოჯახება და გაჩნდა ელენე უცბად. აი ნამდვილად არ ველოდებოდით რომ აი ასე მალე შეიძლებოდა რომ ყველაფერი ერთად. ხო, მაგრამ საოცარი ელენე და მარიამი ყავთ რა. საოცარი ნამდვილად. მე უკვე როდესაც ანუ კოკოს მარიამი რო გაჩნდა, კოკოს 21 წლის იყო ხოთი შორის რო შექმნა ოჯახი და ძალიან დავუდექი გვერდში, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ კოკო იყო ძალიან ესეთი აი მაგიტომ ამბობ ნაფიქრი ქონდა ეს ყველაფერი, მე ვხედავდი როგორ დიდი სიყვარული ქონდათ და ყველანაირად გვერდში დავუდექი, მიუხედავად იმისა რომ პატარა ასაკი იყო, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადე რომ ეს სიყვარული დაგვირგვინებულიყო ამით და ძალიან მიყვარს მეანი, ძალიან. მეც ძალიან მიყვარს ანი და ძალიან მიყვარს მარო, რომელიც უკვე თავსადახელშუა არის დიდი გოგო. კი, აი ეს ორივე უკვე დიდები არიან და აი ეთყობა მონატრებულებიც ვიყავით, რომ ეს უთვათ ეს ადამიანი კირა, რომელიც არის, ნუ აი ვიცი რაღაცა საოცარი ხალისია და მაინც მნიშვნელობა აქვს აი ახალგაზრდა ასაკს და ეხლა უკვე რაღაცა ჩემ ასაკში იცი როგორ ნერვიულობ ყველა მის ტირილზე ამ დროს ჩემშულებზე ხა ესე არ ნერვიულობდი ჩემშულებზე მეც არ ნერვიულობდი მაგრამ მე გასაკის ბრალიც არ არის ეგ ალბათ რაღაცა სხვა ამბავია რომ მეც პატარა რაღაცაზე როდესაც ჩემი შვილი წამოიტირებს მეც ძალიან ნერვიულობ მაგრამ რა ვიცი აბა ეხლა მე მინდა რომ უბრალოდ რამდენჯერ მიფიქრე ეცე კირას რო უყურებ რომ მერტო ეს მაინც გაზარდე ნორმალურ ვითარებაში ეს მაინც გაზარდე იმ გარემოში სადაც ყველა ნიჭიერი ისეთი ნიჭიერები ბადებიან რა საოცარი თაობა წამოვიდა მაინც 2000-ის მერე რაღაცა მართლა რაღაცა სხვა თაობაა და ახლა მე ბავშვებთან ხომ აქვს ურთიერთობა რა ვიცი საოცრებებს ატარებენ ეს ბავშვები და მინდა რომ აი ბავშვებს ამათ მაინც რაღაცნაირად ერგოთ ის რომ თავისი მონაცემი, თავისი აი ეს რაღაც ტალანტი, რაც რითიც ჩნდებიან და მოვიდნენ ამ ქვეყანაზე, მიეცეთ იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად აქ საქართველოში განავითარონ ეს ყველაფერი, არავინ უშლით სხვა განწასვლას, მაგრამ ეს ხო საქართველო არ არის. ეს არ არის საქართველო. ეს არის რაღაც სხვა, რომელსაც არ მინდა რომ სახელი დავარქვა ჯერჯერობით, იმიტომ რომ არ მინდა დავიჯერო ის რაც ხდება. არ მინდა რომ დავიჯერო მისი სიმართლე რა, რომ აი ეს რეალობაა, რაც ახლა ხდება და ამიტომ ხო, სამწუხაროდ რაღაც ცუდ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ძალიან, მაგრამ ჩემ თაობას მაინც განსაკუთრებით მოუწია. აი სკოლაში მასწავლებლები რო გვეუბნებიან, თქვენ არ იცით რას ნიშნავს ომი და თქვენ არ იცით რას ნიშნავს ნავთის რიგში დგომა და პურის რიგში დგომა, ჩემმა თაობამ ზუსტად მაშინ როცა კოკო და მარიამით აი მახსოვს ეს რიგში ბილეთი ის ქონდა რიგის ნომერი და მეც მახსოვს რიგის ნომერი და აქედან დაწყებული უკვე ომიც ვნახეთ, სამარცხვინო ომიც ვნახეთ თბილისში და ეს იყო რაღაცა არ ვიცი რა, ყველაფერი ვნახეთ ჩვენ, აი ყველაფერი და ახლა როცა ვფიქრობდი რომ რაღაცნაირად ახლა რა ვიცი იქნებ კიდე მიწერია ხო რამდენი წლის სიცოცხლე მე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც იქნებ დაწყნარებულიყო და ახლა როა ისეთი ვითარება ძიმე რეალობაში გვიწევს მართლაც ცხოვრება და
ძალიან ბევრ რაღაცას ვერც წარმოვიდგენდით ალბათ რომ ესე მოხდებოდა ხო თუნდაც მედიასთან მიმართებაში და სხვას აღარაფერს აღავლაპარაკობ ამდენი სინდისის პატიმარი ამდენი ახალგაზრდა მართლა გამორჩეული ახალგაზრდა უსამართლოდ ზის ციხეში იგივე მზია ამაღლობელი ჩვენი კოლეგა რომელიც აი რისთვის ისჯება მართლა გაუგებარია როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმდენი უსამართლობა და მართლა იმდენი კრიმინალი ხდება რომ ამაზე საერთოდ რეაქცია არ აქვს, ხო? აი ყველა დიდ აქციაზე გხედავთ თელს ოჯახს და რაღაცა სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ თქვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდათ ივანიშვილის ოჯახთან წარსულში. ხომ არ არის მათგან ხო არ წამოსულა, თქვათ რაღაცა ისეთი უკმაყოფილება, ვინმესგან ხო არ მოგსვლიათ ამის შესახებ ინფორმაცია და რაც მთავარია მაინტერესებს აი თქვენი აზრით რა შეხედავთ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ძიმე სიტუაციიდან რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ეს მართლაც ძალიან ისეთი თბილი ურთიერთობა იყო ეს იყო ეკას მხრიდან განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენ მამა ჩემი და ეკას მამა ეკას ბიძა ერთი ბანი ერთი სკოლა და ძალიან კარგი მეგობრობა. მე უკვე სოფიკო და ეკას და ირმა რომელიც ესე ნათელმირონი აქვს მათაც და ძალიან მე ძალიან მადლიერი ვარ, მინდა გითხრა პირდაპირ და მე აი ეს არ შემიძლია რომ თქვა სხვათა შორის ყოველთვის ვამბობ ამას, იმიტომ რომ ის რაც მე მეხებოდა და ჩემ ოჯახს ეხებოდა, რამდვილად აი უკვე როდესაც ეკა დაოჯახდა და ასე შემდეგ ეს სითფოს და მათი მხარდაჭერის იყო რამდვილად იყო ეს ყველაფერი და მადლიერი ვარ მხოლოდ. მე რაღაცნაირად მოხდა ისე რომ არ ვიცი ვერ მივხვდი რატო მე უცბად თავისთავად მოხდა ეს ჩემგან სულიად გაუგებრად და რა თქმა უნდა მაშინ როდესაც მე გავაპროტესტე ის რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და იყო იქ ძალიან ბევრი ისეთი მიუღებელი რამ რის გამოც ხალხი აზვირთდა რომ იტყვიან და ფაქტობრივად მეც იქაც ვიდექი აქციაზე კი ნამდვილად იმიტომ რომ ვთვლიდი რომ და დღესაც ვთვლი რომ სწორი იყო მთავარი იყო ვინ მოვიდოდა ხო და რომ მოვიდნენ ძალიან გამიხარდა სხვათა შორის თავიდან იმიტომ რომ ძალიან ესეთი ჯანსაღი ძალიან კარგი დაპირებები იყო და იყო ის რამაც ფიქრობდი რომ აი იმ წინა ასე ვთქვათ წინამორბედების შეცდომებზე ესენი ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდნენ თუმცა და იმათ შეცდომებზე ისწავლიდნენ ამას ვამბობ ზუსტად იმათ შეცდომებზე ისწავლიდნენ და ბევრ კარგს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის მაგრამ და ამიტომაც ვიდექი ამათ მოსაყვან აქციებზე ვიდექი ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ აი მე თუ ამდენ შევძლებდი აი აქციებზე გარიყავი აქცია არ გამომიტოვებია სხვათა შორის ვაღიარებ რომ მე ერთ-ერთი ვიყავი ვინც აი ძალიან აქტიურობდი რომ ესენი მოსულიყო მაგრამ დავინახე დროთა განმავლობაში რომ ქვეყანა წინ არ მიდის ფაქტობრივად არ მიდის კი არა უკან წავიდა და მე ძალიან მადლიერი ვარ ის რაც მე მეხებოდა მაგრამ მე არა ვარ მთელი ქვეყანა მე არ ვარ ქვეყანა ამიტომ ჩემ მეზე მე ვერაფრით ვერ ავაგებ იმას რაც ძალიან ბევრმა დღეს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამოააგო და მე ბევრი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ისე არ ფიქრობს მაგრამ საკუთარი ასე ვთქვათ კეთილდღეობის გამო ისინი არიან თავდახრილები ისინი არიან უკვე თავდახრილებზე აღარ არის ლაპარაკი აგრესიულებიც უკვე საწინააღმდეგო აზრის მიმართ და მაშინ როდესაც მე დავინახე რომ ვერ აიტანეს კრიტიკული აზრი ვერ აიტანეს კრიტიკული პოზიცია ვერ აიტანეს მედია რომელიც რაღაცა განსხვავებულს ლაპარაკობდა და საერთოდ განსხვავებული აზრი ვერ აიტანეს მე მივხვდი რომ იქ რაღაცა დემოკრატიაზე უკვე ლაპარაკი აღარ იყო ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ ვიღაცებმა დამიწერეს რაღაცა შეეუნო უმადურო არა ვარ უმადური არავითარ შემთხვევაში მაგრამ მე ვარ ერთი აი არ ვიცი რა გითხრა მოლეკულა რა მე ვინა ვარ დღეს შეიძლება რომ თავი დაუხარო იმას რაც ხდება იგივე თუნდაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ხო და როდესაც ვიკითხე ერთ-ერთ კოცთან რომ რა აი მზია ამაღლობელზე ამიხსენი მეთქი ეს რა დააშავაო და ამიტომ ხო და აი ეს მაინტერესებს რა გაასამართლო სასამართლო ვინ რომელიც სასამართლო გაასამართლებს რომელიც გავაგდეთ ჩვენ ეს ხო ის სასამართლოა იგივე ხო ანუ მე რას ვამბობ რომ
მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებოდი უსამართლობის მხარეს ახლა მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყავი კარგად არ არის ასე ქვეყანა სხვანაირად მიდის და ჩემნაირები რომლებიც მე ვფიქრობ რომ ახლა სწორად რათა ვაზროვნებ იმ თვალსაზრისით რომ ქვეყანასთან მიმართებაში ვაზროვნებ სწორად აი ასე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩემისთან ადამიანებმა ეხლა ხმა არ მოიღონ. თუნდაც იმ ადამიანებმა კიდე ერთხელ ამბობ, ვისაც ახსოვს ბევრი სიკეთე. მე იმდენი ტყაპატყუპი მაქვს ნანახი ელემენტარულად პარლამენტში ქართული ოცნების მომხრე ქალები როგორ უტყაპუნებდნენ პირდაპირ აი ამ სიტყვას ხმარობ რა მოწით საწინააღმდეგო აზრის მქონეა და გაიხსენეთ და რა ვიცი დიდი გახსენება მაგას არ ჭირდება და უსამართლობას მხარი როგორ დაუჭირო გამაგებინეთ და სხვათა შორის აი მზია მაღლობელთან დაკავშირებით ერთ-ერთი კომენტარი იყო მე არ მაქვს სოციალურიც არ მაქვს და უბრალოდ სხვასთან წავიკითხე რომ აი მე მგონი იმ კაცმა რო იძახის რომ ლოყა გამიწითლდა და ასე შემდეგ აი ასე როგორ გაყიდა თავი და ერთმა დაუწერა ასეთი რამე დედაშვილო როგორ გამწარდებოდა და ეს იყო ყველაფრის გვირგვინი ხო იცი აი ესე როგორ უნდა გაიმასხარაო თავი რომ ხო იცი რომ სიმართლეს არ ამბობ ან დედა არ ყავთ ან მამა ძმა და ცოლი დიდი შვილები ყავთ ის ხო მთელი ცხოვრება ვერ ჩამოე ნუ ყველას ხო არ დაგვრეტენ ყველას ხო არ დაგვაპატიმრებენ რა ვიცი ხა ამდენ ადამიანს იქ რო გამოდიან და რო იძახიან რომ ცოტანი ხართო ცოტანი არა ვართ ბევრნი ვართ პირიქით და ამათ რა დაავიწყებს ამ ყველაფერს და ის ხო მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავს აი საშინელ ლაქას რასაც უსინდისობის ლაქა ქვია და მე ძალიან ცხვენია რომ ამას ქართველი აკეთებს იმიტომ რომ დღეს რომ არა ის ცრუ მოწმეები აი და სხვანაირად იქნებოდა ბევრი რამ რა თქმა უნდა და რა უღირთ სულ მინდა რომ აი რაღაცნაირად აი ბიჭებს აი ვუთხრა და იმ ადამიანებს ვინც დღეს აი ესე თუ სინდისის პატიმრები არიან ნამდვილად რომ იმიტომ კი არ არიან გმირები რომ დაიჭირეს და დღეს გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ იმიტომ რომ არ გატყდნენ თურმე როგორ ყვარებიათ თავის ქვეყანა მეთქი ამას ვამბობ და აი ამიტომ შეიძლება თავად არც კი რაღაცნაირად იუხერხულონ კიდათ რომ მათ გმირებს უწოდებენ მაგრამ ვაშკაცები რო არიან ქალიც და კაციც ვაშკაცები რო არიან ეს ფაქტია აი ნამდვილი ჯანსაღი სულის პატრონები რომლებიც ყველაზე მეტად გამოადგება თავის ქვეყანას და ისინი გამოვლენ და დარწმუნებული რომ გაასმაგებულად დაიწყებენ ასე ვთქვათ თავის ქვეყნის მისამართით კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას და მე ვამაყობ მათით ნამდვილად ვამაყობ თამრიკო უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ძალიან კარგი თავგადასავლებისთვის და რა ვიცი იმედია რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დადგება ის დრო როდესაც უფრო მხიარულ და უფრო კარგ თავგადასავლებს გავიხსენებთ და რა ვიცი მე მჯერა რომ მართლა ყველა სინდისის პატიმარი ყველა ვინც დღეს უსამართლოდ არის ციხეში აუცილებლად მალე გამოვა თავისუფლებაზე და ჩვენ ვიცხოვრეთ იმ ქვეყანაში რომლისთვისაც რა ვიცი ჩემი მშობლების ჩემი ბებია ბაბუის მათი მშობლების თაობა იბრძოდა რომ ჩვენ გვეცხოვრა ნორმალურ დაალაგებულ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში და კი გეთახვები მე ამის ემჯერა თავგადასავალი აი წეგან რაც გითხარი ზუსტად თავგადასავლები მქონია თურმე აი ეს რაც ახლა ხდება თითოეულ ჩვენ თავზე არის ეს თავგადასავალი და მინდა რომ აი ეს ვისურვო ზუსტად რომ თუ რამდენიმე წლის მერე შენ მოხვალ ჩემთან ისე აუცილებლად მოვა ხო აი მე და შენ უკვე ძალიან ამაყები ვისხდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე როგორ შენდება ჩვენი ქვეყანა და როგორ მართლა ღირსეულად ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლო საქმეებს. დღეს ქვეყნის სასარგებლოდ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები აკეთებენ, ვინც დღეს პროტესტს აცხადებს, რომ არ დაიქცეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არ გვიწვალია და ამიტომ არ უშრომიათ, უწვალიათ, უუმიათ, სიცოცხლე გაუწირეთ ჩვენ წინაპრებს და ამიტომაც აი ძალიან მინდა რომ მე და შენ უკვე სხვაგვარად ვილაპარაკო და ჩვენ შვილიშვილებზე რომლებიც უკვე ღირსეულ საქართველოში ცხოვრობენ. კი და მე მჯერა მაგის რომ ჩვენი შვილიშვილები აუცილებლად იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. დიდი მადლობა.